დღეს არის ძალიან ტკივილიანი დღე და ამავდროულად ძალიან ამაღლებული. ამაღლებული, იმიტომ რომ ასრულდა როგორც იქნა ჩვენი პატრიარქის ნატურა, გაერთიანებული საქართველო. ასეთი გაერთიანებული ბოლოს როდის იყო საქართველო? მე პირადად არ მახსოვს და არც ცოტა ასაკის არა ვარ. მეორე მხრივ ძალიან ტკივნეული რომ ასეთ პიროვნებას, ასეთ უდიდეს პიროვნებას, ღვაწლმოსილს, ნიჭიერს, უსაზღვროდ განათლებულს ემშვიდობება საქართველო და ვემშვიდობები მეც მათ შორის. მე ძალიან მიხარია რომ როგორც იქნა ხანგრძლივი ემიგრაციიდან დავბრუნდი და ამ დღეს აქ ვარ, რომ წარმოვიდგენდი ეს დღეები, რაც პატრიარქი გარდაიცვალა, რომ ამ დღეს აქ არ ყოფილიყავი, გული კი არ დამწყდებოდა. შეიძლება ნერვიულობით მომკვდარიყავი, იმიტომ რომ უდიდეს პატივს ვცემდი, უდიდეს. რა თქმა უნდა, დღევანდელი დღე არის როგორც მწუხრით, ასევე სიხარულითაც აღბეჭდილი, იმიტომ რომ ალბათ საუკუნეში ერთხელ ხდება ხოლმე ასეთი მოვლენა. ჩვენ არ ვიყავით თანამედროვე და მომსწრე, როდესაც ილია მართალი ჭავჭავაძე იმ ქვეყნიურ გზას დაადგა და ალბათ თუ კი ფოტომასალიდან გავიხსენებთ, ალბათ რაღაც ანალოგიური ხდება დღეს საქართველოში და უფრო მეტიც. და უწმინდესმა მაინც ნაწილობრივ მოახერხა მისი სურვილის ასრულება, როდესაც ისურვა, რომ მთელი საქართველო ერთად შეკრებილი ეხილა. ეს არ მოხდა გეოგრაფიულად ასე, მაგრამ მთელი ქართველი ერი გააერთიანა. დღეს მთელი საქართველო გლოვობს, თუმცა ამავდროულად ჩვენ ვართ სიხარულით აღსავსენი, რადგან სეციური საქართველოდან კიდევ ერთი მფარველი ანგელოზი გვეყოლება. ეს იყო ჩვენი წინამძღოლი მამა, საქართველოს მამა, ასე პირდაპირ თქვა ეს ჩვენ. არ არის ესე ისე სხვანაირი კუთხით საუბრო თემა. ეს არის მამა ჩვენი სრულიად საქართველოს და დასეთელი კაცობრიობის პირდაპირი რო თქვა, პირდაპირი გაგებით. კაცობრიობის მამა იყო ეს. 50 წელი ფაქტიურად მართავდა კი არა სამსახურში იყო მთელი ხალხის სამსახურში, ქვეყნის სამსახურში, ჩვენი სამსახურში, ჩვენი გადარჩენისთვის ილოცა იმ ადამიანმა. გვიყვარდა პატრიარქი და მივდივარ თემი ოჯახი, ხუთი შვილი აქვს. გელათიდან. მეტი რა ვიცი რა უნდა გითხრა. მთელი ქვეყნის გადამჩენელი რა და იმედი არის უფრო მეტად დაგვეხმარებას ეციდა. წამს და წმენა გვაქვს. ილია მეორის სახით ნამდვილად სულიერი მამა დაკარგა ჩვენმა ერმა. ძალიან დიდი პიროვნება დავკარგეთ და იმედი მაქვს, რომ ერის გაერთიანება მოყვება ამ ყველაფერს და ჩვენ მოვეგებით გონს და შევასრულებთ იმ ქადაგებებს, იმ მოწოდებებს, რასაც მუდმივად მოგვიწოდებდა და ასევე ძალიან დიდი რწმენა მაქვს იმისა, რომ აი იქედან უფრო მეტად დაგვიცავს და დაგვიფარავს ჩვენი პატრიარქი. სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა და რა თქმა უნდა ასეც იქნება და იყოს ნება უფლისა და ნება ჩვენი პატრიარქისა, როგორიც მას უნდა და ყოფილიყო თავისი ერი, ისეთი გამხდარიყოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ერი მთლიანად. მე რას ვიცი, ქართველ ხალხს ილია მეორი არ დაუკარგავს. ის რომ მათთან იქნება და ჩვენთან იქნება. ჩვენ მათი იმედი ყოველთვის გვაქვს და ჩვენთან იქნება ეს. მეც ვერაფერს. ეგეც ვთქვა, არ დაუკარგავს. ქართველი ჩვენთან არის. ეს და უნეტარესი ჩვენთვის უნეტარესი იყო, მლოცველი იყო, მფარველი იყო, სულიერი მამა, სულიერი სიმდიდრე. ძალიან გული მტკივა, ვერ აგწერ და ორიოდე სიტყვით ვიტყვი. აი ამ ტაძარში, როდესაც მოვიდა 1904 ტაძარში კი რა, მასხუშვილის თეატრში 1994 წელი იყო. უბედნიერესი ვიყავი მაშინ, რადგან უფალმა მთხოვა, რომ ბაგრატის ტაძარი ნანგრევად იშლება და მეგონე ჩვენ დაგვეხმარა შეგვიძლია მეორე დღეს საქართველოს პატრიარქი ჩამოვძანდა. მთელი ხალხი შევიდა ამ ტაძარში და როდესაც დიდი თანხა პირველმა მეგარიღემ საქართველოს მასშტაბით ეთერი ხაჭაპურიძემ, მაშინ წმინდესის და უნეტარესის ტკბილი ნარნარი ხმა საამო გავიგონე და მიბრუნდი. თავდახრილი ვიდექი ჩამეხუდა, მადლობთ გოგონა. ეს იყო ჩემთვის უბედნიერესი წუთები. ასე მცხეთაშიდაც და სხვადასხვა ნათელი, სანთელი უფლის გზას მიმოვას დაულოცავ. ჩვენი საქართველო აქ არის. აქ ქუთაისი კი რა, საქართველოა იქ თბილისში რომ ჩავდივარ გიჟდები. მე არ მეგონა თუ აი ამდენი ხალხი კიდევ იყო დარჩენილი საქართველოსთან. საქართველოს ფარგლებს გარედან ისინიც ილოცებიან იქ და წირიან ცრემლებით
ვევედრები უფალს, შენ წაიყვანე უფალო, შენ დაუმკვიდრე მასას ნათლის ასუფეველი და ჩვენ მშვიდობა მოგვეცემი შემდეგ ის ჩვენ მარად იქნება ჩვენს გულში და დალოცული იქნება საქართველო. ნამდვილად ძალიან მძიმე დღეები არის, აი ეს დღეები. ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ყველას ჩვენი ოჯახის წევრი გარდაგვეცვალა. ჩვენი პატრიარქი და რა თქმა უნდა ეს არის ძალიან რთული თითოეული ჩვენგანისთვის. პატრიარქმა მართლაც ეპოქა შექმნა. აღორძინა ტაძრები, 40-მდე ტაძარი იყო, სულ ესე მოვისმინე იმ პერიოდში და ეხლა უკვე რამდენი არის ასევე მზრდამსახურება, შემოიტანა განათლება, ძალიან ბევრი საღვთისმეტყველო ლიტერატურა არის დაბეჭდილი ამ პერიოდში და ესე რომ ვთქვათ, თავისი წყემსი კეთილის დანიშნულება პატრიარქმა ნამდვილად შეასრულა და უფლის წინაშე იგი ვალმუხტილი. გაზაფხულს მიულოცა მთელ საქართველოს მშვიდობიან მარხვას უსურვებ და ბედნიერ აღდგომას. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით და ამ დღეებთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, შეიძლება ცოტა არ განუმეორდე და განსხვავებული ვიყო. მე მინდა პატრიარქის დანაბარები გავიმეორო, დარც ნუ მიეცემით, უფალი თქვენს გვერდით არის, ყველა დაბრკოლების გადასალახავად ის თქვენ დაგეხმარებათ. ასე რომ ღმერთმა შეუნდოს ყველას თუ რამ ცოდვა გქონდა და დაუმკვიდროს სასუფეველი ეს დღე ხვალინდელი ზეიმად უნდა იქცეს საქართველოსთვის და აღმავლობა უნდა დაიწყოს.